სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით, მეგობრებო, საინტერესო თემაა დღეს, ანუ გზის ნიშნები ხსნისკენ. რა წამალი არსებობს, რა იარაღია მტრის წინააღმდეგ, მტერი არის მხოლოდ ერთი, ეს არის დემონი, სატანა, ეშმაკი. ძმაო ჩემო, მოგცემ ორ ნიშანს, რომლებიც მიგახვედრებენ, გააქვს თუ არა ჭეშმარიტი სულიერი განათება და ღმერთთან კავშირი. როცა უფალი იესო ქრისტე თავისი მადლით გაანათებს შენ სულს, ამ ორი ნიშნის მეშვეობით იგრძნობ შენში ამ სინათლეს. თუ ისინი შენში ვერ იპოვე, მაშინაც კი თუ გონია რომ სულიერ სრულყოფას მიაღწია, იცოდე, სინამდვილეში ძალიან შორს ხარ ამ განათებისგან. პირველი ნიშანი ასეთია. როცა ღვთის სინათლე იწყებს შენ სულში ბრწყინავს, გასავთ, როცა სინათლე, ღვთის სინათლე შენ სულში ბრწყინავს, შენს გონებაში ჩნდება ძლიერი სურვილი, იფიქრო იმაზე, რასაც ლოცვაში ან წმინდა წერილში კითხულობ. როცა ლოცვას ამთავრებ, გონება თითქოს ტყეობაში ეხვევა. ამ სიტყვების აზრით და ესე იგი თავისით იწყებს ფიქს, გამოკვლევას, შინაგან გააზრებას და საერთოდ როდესაც ადამიანი ლოცულობს, ესე იგი რაღაც სხვაგან არის, ან საჭმელზე ფიქრობს, ან სამსახურზე, იქ თანამშრომელზე, ან ხვალ რა გავაკეთო, ზეგრად ჩავიცვა, იქ რა მივიტანო და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მეგობრებო, მამები გვეუბნებიან და გვასწავლიან, რომ აი როდესაც თქვა მაგალითად აი დილის ლოცვას კითხულობთ, ხო და იქ გაგეფანტათ აზრები. ისევ დაუბრუნდით თავიდან იმ ლოცვას და ხელახ თავიდან დაიწყეთ ლოცვა. ისევ გაგეფანტათ აზრები, ისევ ხელახლა დაიწყეთ და აი ასე სანამ ესე იგი ანუ ყურადღებით უნდა ვილოცოთ და ძალიან ესე იგი აუჩქარებლად რა თქმა უნდა ძნელია ესა, ყველას გვეზარება ჩვენ ლოცვა, მაგრამ ჩვენ უნდა ავიძულოთ, ესე იგი ჩვენ წინააღმდეგ უნდა წავიდეთ, ამ შემთხვევაში წინააღმდეგ უნდა აიძულოთ, ესე იგი ჩვენი თავი რომ ვილოცოთ. ანუ ისე ებმება ხო ამ აზრებს, რომ აღარაფრით ესე იგი იფანტება. ეს ბუნებრივად ხდება, თითქოს შინაგანი ძალა წარმართავს ხო გონებას და წმინდა აზრებისკენ. არა მთლიანად, მაგრამ მაინც ესე იგი აშკარად. ან როდესაც შემოდის რაღაცა შფოთვა, რაღაცა აზრები, ხო შიშები, თქვა რამდენია, თქვა ადამიანი რაც წამალს სვავს, ან თუნდა გნებავთ ღამეთ არ შეულიაძილი ხო, თქვა ფიქრები და ეს ფიქრები იზრდება და რამდენ შენ ფიქრობ, შემდეგ ის იზრდება და აქეთ გიბრუნდება მერე შენ საწინააღმდეგოდ. ამიტომ არის ძალიან ძლიერი, რომელიც ფასი არ აქვს ამ ლოცვა, ძალიან მოკლე ლოცვა, რომელსაც უკვე 2000 წელი ლოცულობენ, ეს არის უფლის ჩვენი იესო ქრისტეს ლოცვა. და როდესაც მოგივათ ეს შიშები, აზრები, შფოთვა, ხო? ყოველთვის ილოცეთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო, შემიწყალე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. მეგობრებო, მეორე ნიშანი ასეთია, როცა სული გამოვა სიბნელიდან და შიგნიდან მოევლინება სინათლე, ადამიანი პოულობს ლოცვაში დიდ სიხარულს და სიმშვიდეს. ისე ტკბება მუხლებზე დგომითა და ლოცვით, რომ შეიძლება 3 დღე არ იგრძნოს დაღლილობა და არც კი მოუნდეს ადგომა. ხშირად როცა ცდილობს წამოდგომას ამ ტკბილ გზნობას, ისე უბრუნდება და კვლავ თავს ხრის მიწაზე. ანუ ამ დროს ლოცვა უკვე სიტყვებზე აღარ არის დამოკიდებული, გული თვითონ ლოცულობს, ხო?
ენას აღარ უნდა სიტყვა, რადგან გული დუმს. მაგრამ ამ დუმილში არის სიხარული, ხო, რაღაც არა ამ ქვეყნიური ეს და ღვთის ძლიერი შეგრძნება. ეს ისეთი ტკბილია, მეგობრებო, რომ ადამიანი ვეღარაფერს ადარებს მას. არც ზეციურ ნეტარებასაც კი. ის უსიტყვოდ ღამე და დღე წევს ლოცვაში, რადგან ამ სიჩუმეშია ღმერთთან ყოფნა. აი ჩვენ ისიხასტი მამები, ხო? ათონის მთაზე, საბერძნეთში. გამუდმებით მოუკლებლად ლოცულობდნენ, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ანუ სულ ეს ნიშანია ლოცვის ტკბილი სიჩუმე და გონების მუდმივი მიჯაჭვულობა ღვთის სიტყვებზე. მეგობრებო, ვინც ამ მდგომარეობაშია, თავად გზნობს რამდენად ახლოსაა ღმერთთან. ვინც ამას ვერ გზნობს, ხო, მის გულში ჯერ კიდევ სიბნელეა და ამიტომაც უჭირს ლოცვა, ამიტომ ეზარება მუხმოდრეკა და შინაგანი სიმშვიდე. რა თქმა უნდა, მუხმოდრეკა და მეტანია კარგია, ეს აუცილებელიცაა, ხო, სინამდვილეში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში უფალი უყურებს ჩვენ გულებს და ესე იგი პირველი გული არის და უკვე შემდეგ ეს მეტანია. ესე იგი, ვისაც არ ახვანახეთ ამ სიბნელის, ესე თქვა, წამალი მხოლოდ ლოცვაა. როცა არ ნებდები იძულებს საკუთარ თავს ხო ლოცვაში იბრძოლო, ხო, მაშინ ნელ-ნელა მოდის შვება. საერთოდ ჩვენ ყველანი უკლებლი, ყველანი ვართ სულიერ ომში, ხო? ეს არის ომი სულიერი და სადაც ჩვენ ზოგჯერ დავიჭრებით, ესე თქვა, ვეცემით, მაგრამ უნდა წამოვდგეთ. თუ ესე იგი ანუ წამოდგომა არ ექნებოდა, ხო, ესე იგი თუ არ დავეცემით, ხო, ჩვენ. ამიტომ არაუშავს ადამიანები ჩვენ სუსტები ვართ და ასე ვთქვათ ვარდებით ყოველდღიურ ცოდვებში, ხო? ნუ ეხლა მომაკვდინებელ ცოდვებზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, ჯვარი გწერია ყველას, მაგრამ ადამიანები ვიმეორებს სუსტები ვარ და ხან ვიღაცას გამიკითხავთ და გონებაში შეგშურდება, იგი რაღაც თანამშრომელი ისე არ გააკეთა, იქ მეზობელი მანქანა ისე არ დააყენა, იმან დაქალმა თუ მეგობარმა ისე ეცვა ეს და ნუ ხო ხვდებით ეხლა, ჩავიხედოთ ყველამ ჩვენ თავის გულებში და ამიტომ ეს საშინელებაა ეს განკითხვა, ეს სულის კიბო არის, რომელიც ამოვაგდოთ. თუ არ შეგვიძლია, მაშინ შევთხოვოთ უფალს და ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ქრისტეს გარეშე. როგორც ერთ-ერთი რუსი მამო, ესე იგი ნახეთ ჩვენ აი სწორი ფორმულირება რო გავაკეთოთ, ნახეთ ჩვენ ვიღაცა ვართ და რაღაცა ვართ ქრისტესთან ერთად და ჩვენ არავინ და არაფერი არა ვართ ქრისტეს გარეშე. თვითონ უფალი ბრძანებს, რომ არაფერს კეთება არ შეგიძლიათ ჩემს გარეშე. ამიტომ შევთხოვოთ ჩვენ ჩვენი ძალებით, ესე იგი მაშინ აპარტამანი ხდება ადამიანი და ესე იგი ივსება სიამაყი და აი თავისი მე, ეგო და ესე მე შემეძლია, აი როგორ არა და შეიძლება შეძლო ადამიანო ერთი რაღაცა დღე, თვე, ორი თვე, სამი თვე, მაგრამ შემდეგ ისევ დაეცემი. ამიტომ უფალს უნდა შევთხოვოთ, რომ მოგცეს ძალა. მეგობრებო, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და მართლაც აუცილებლად შევთხოვოთ ღმერთს, რომ მოგცეს ძალა მეტი სიყვარულისა, მეტი თავდაბლობისა, სიკეთის კეთების ნიჭი და ესე იგი ვაკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, უანგარო. მე შედარებით ვიდეოში ვამბობ, რომ ესე შენ თუ დაეხმარა ოჯახის წევრს ან მეგობარს ან რა ვიცი, ახლობელ შენახლობას, ეს არა გასაგებია, ეს რა თქმა უნდა, ეხლა ეს ისედაც ხო, მაგრამ აი დაეხმარე ზუსტად ისეთ ადამიანს, რომელთაგაც საერთოდ არ არელი აქეთ დახმარებას, ანუ შეიძლება საერთოდ არასდროს არ ნახო. აი ესეთ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ. გავიღოთ მოწყალება და ნუ გეშინიათ უფალი არაფერს არ დაგიკარგავთ. არაფერს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა, გაიხარეთ. ხო, მეგობრებო, ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და გავზიარეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები და
მოიწონეთ ვიდეო. გაიხარეთ, მადლობა.